ნუშისა და კაკლის მწარმოებელთა ასოციაციის წარმომადგენლის ლევან ქვარიანის შეფასებით 2025 წელს ორივე კულტურის მოსავალი თითქმის შარშანდელ მაჩვენებლებს გაუტოლდება და ამ მხრივ მნიშვნელოვანი ზრდა არ არის მოსაოდნელი. ამის შესახებ მან BMG-თან ისაუბრა. მისი თქმით, შარშან საქართველოში დაახლოებით 3000 ტონა გაუტახავი ნუში მოიკრიფა. მიმდინარე წელს შედეგი სავარაუდოდ ანალოგიური იქნება. ოპტიმისტური სცენარით კი მოსავლიანობამ შესაძლოა 3500 ტონასაც მიაღწიოს. თუმცა სექტემბერში უხვი ნალექის გამო ფერმერების დიდი ნაწილი შარშანდელზე ნაკლებ მოსავალს ელოდება. რაც ეხება კაკალს 2024 წელს მიღებული მოსავლის მოცულობა დაახლოებით 3500 ტონა იყო. ქვარიანის თქმით, წელს მოსავლის ზომიერი ზრდაა მოსაოდნელი და ინდუსტრია დაახლოებით 4000 ტონა კაკლის მოსავალს ელის. ფაზების პროგნოზის საუბრისას ასოციაციის წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა, რომ ნუშის ღირებულება მზარდია. საქართველოს ბანკისთვის ქვეყანაში ავტოინდუსტრიის მხარდაჭერა ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. სწორედ ამიტომ პარტნიორ ბიზნესებთან ერთად არაერთ მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს. ამჯერად ბანკის ფინანსური ხელშეწყობით ოტომოტორსმა წეროვანში ახალი შოურუმი გახსნა. პროექტის ჩამური ღირებულება 10 მილიონი ლარია. საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული ინვესტიცია კი 7 მილიონ ლარს შეადგენს. პროექტის ფარგლებში წეროვანში 9000 კვადრატულ მეტრ ფართობზე ახალი სივრცე მოეწყო, რომელიც პროდუქციის შოურუმსა და სასაწყობო სივრცეს აერთიანებს. კომპანიას ქართულ ავტოინდუსტრიაში საბითუმო ობისა და ბიზნეს პარტნიორობის ხაბად ქცევა აქვს მიზნად დასახული. ოტომოტორსი ბაზარზე 2008 წლიდან ოპერირებს. კომპანია მომხმარებელს 20-ზე მეტი ქვეყნიდან 100-ზე მეტ საერთაშორისო ბრენდის პროდუქციას თავაზობს. ის სრულად ფარავს ავტომობილის მოვლას შეკეთებისთვის საჭირო მოთხოვნას, იქნება ეს ნაწილი თუ დანადგარები, რაც ხელს უწყობს ბაზარზე არსებული სხვადასხვა სეგმენტური საჭიროების დაკმაყოფილებას. კახეთში მდებარე ტურისტული კომპლექსი ნეკრესის მამული გაფართოვდა. ობიექტს 15 ახალი სასტუმროს ნომერი, აუზი და სპა ცენტრი შეემატა. როგორც ობიექტის დამფუძნებელი, ოთარ ტაბატაძე BMG-თან აცხადებს, კომპლექსის განვითარებაში წელს ჯამში 2,5 მილიონი ლარის ინვესტიცია ჩაიდო. მისი ინფორმაციით, ტურისტულ კომპლექსში ერთი ღამით განთავსების ღირებულება 250-390 ლარის ფარგლებში მერყეობს, რაც საუზმესაც მოიცავს. ობიექტს საკუთარი ბოსტანიც აქვს და სტუმრებს ბოსტნეულის 80% ადგილობრივად მოყვანილი პროდუქტებით ემსახურება. როგორც ტაბატაძე აღნიშნავს, კომპლექსის განვითარება ამით არ სრულდება და მომდევნო ეტაპზე საკონფერენციო დარბაზის დამატება იგეგმება, რაც გრძელვადიან გეგმებშია გათვალისწინებული. გარდა ამისა, 2026 წლისთვის კიდევ უფრო მასშტაბური განახლება იგეგმება. მისივე განმარტებით, კომპლექს იზოლირებული საცხოვრებელი სახლები დაემატება, რომლებიც დიდ ჯგუფებზე და ოჯახებზე იქნება გათვლილი. პლასტიკის საგნების ჩანაცვლება იმ საშუალებებით, რომელიც უფრო ძვირია, რა თქმა უნდა, სხვადასხვა პროდუქტებზე ფასს გაზრდის. ამის შესახებ რესტორატორთა ბიზნეს ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი შოთა ბურჯანაძე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართული შეხვედრის შემდეგ აცხადებს. ერთჯერადი პლასტიკის მოხმარების რეგულირებაზე სოფლის მეურნეობის სამინისტროში ბიზნესთან კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართა. ამჯერად სამინისტროს წარმომადგენლები ჰიპერმარკეტების, ქსელების და სტუმარ-მასპინძლობის სექტორს შეხვდნენ. არსებული ინფორმაციით სამინისტრო ერთჯერადი გამოყენების საგნების იმპორტისა და მოხმარების აკრძალვას 2026 წლის იანვრიდან გეგმავს. თუმცა ჯერ კონკრეტულ ვადებზე კერძო სექტორთან შეთანხმება მიღწეული არ არის. საუბარია საკვებთან შეხებაში არსებულ პლასტიკის ნაწარმის აკრძალვას, რაზეც სამინისტროში კერძო სექტორთან რამდენიმე შეხვედრა შედგა. მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ მთავრობა სურს რეალურად აღსრულებადი რეგულაცია მიიღოს, თუმცა ამ ეტაპზე უცნობია კონკრეტულად რა ტიპის პლასტიკის ნაწარმზე გავრცელდება აკრძალვა და რა ახალი თამაშის წესებით მოუწევს ოპერირება ბიზნესს. შოთა ბურჯანაძის განცხადებით წარმოებლისგან განსხვავებით, სამასპინძლო სფერო გადაწყობას ახალ სტანდარტებზე გაცილებით მარტივად მოახერხა. თუმცა პლასტიკის ეკოლოგიურად სუფთა ალტერნატივა გაცილებით ძვირი ღირს, რაც უფრო მეტად მიტანის სერვისს გააძვირებს და ბუნებრივია დაგეგმილი ცვლილებები საბოლოოდ მომხმარებელზე აისახება. საქართველოს ბანკი პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას აგრძელებს. ამჯერად ბანკთან პარტნიორობით 27 სექტემბერს წეროვანში ლაიონ აუქციონის ავტოსადგომზე ამერკავკასიაში პირველი ამერიკული ავტო აუქციონი გაიმართა. პირველ აუქციონზე წარმოდგენილი იყო 10 ავტომობილი, რომელიც დღეს ყველაზე მოთხოვნადია ბაზარზე. აუქციონის მონაწილეებს კი შესაძლებლობა ჰქონდათ სასურველი ავტომობილის საბაზრო ღირებულებაზე 2-3ჯერ ნაკლებ ფასად შეეძინათ. ლაიონ აუქციონის ავტოსადგომზე ყველა საფასო კატეგორიის ავტომობილს იპოვით. კომპანია მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს ადგილზე არსებული ავტომობილების გარდა გზაში მყოფი ავტომობილები შეიძინონ და საკუთარი მანქანა დააყენონ, მის გაყიდვაში კი კომპანია დაეხმარებათ. აღსანიშნავია, რომ ლაივ აუქციონი პერიოდულობით ყოველ შაბათს გაიმართება. გარდა ამისა, 9 ოქტომბრიდან მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება სასურველი ავტომობილი lionauktion.com-ზე შეიძინონ.